ეთერშია კურიერი 12 საათზე. ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ანგარიში, რომელზეც კომისიამ 6 თვე იმუშავა, მოიცავს რამდენიმე თემას. ესენია 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულები. აგვისტოს ომი და 2012-2025 წლებში ქვეყნის შიდა და საგარეო საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. კანონმდებლებს ანგარიშს კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანი წარუდგენს. მოგვიანებით კი დასკვნა შეფასებისა და რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მარიამ კოპალეიშვილის მეტ დეტალს მოგვიყვება მარიამ გისმენთ. დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა 400 გვერდზე მეტია და მასში თავმოყრილია ყველა ის მტკიცებულება, რასაც საზოგადოება რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ კომისიის ხდომის ფარგლებში ისმენდა. საუბარი არის აქ ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ქონებისა და ბიზნესის მიტაცების მცდელობაზე და რაც მთავარია 2008 წლის აგვისტოს ომზე ტერიტორიების ოკუპაციაზე. პირველი შეფასება დღეს პარლამენტში გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ გაიხსენონ თუ როგორ რეჟიმთან უწევდათ მათ ცხოვრება რეალურად საქართველოში 2003-12 წლებში. მათ შორის შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდებები ახლაც გრძელდება. მათ შორის მიმდინარე წელსაც შესაბამისად პაპუაშვილი თვლის, რომ ეს არის მათ შორის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა მათ გაიაზრონ თუ როგორ რეჟიმთან თანამშრომლობენ მათ და უნებურად ხშირ შემთხვევაში. შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს ასევე, რომ დღევანდელი ანგარიში საყურადღებო უნდა იყოს გარე აქტორებისთვის, კონკრეტული გარეძალებისთვის, რათა მათ გაიაზრონ თუ ვის აქვს მათი მხარდაჭერა რომელ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ 2012 წლის შემდეგ ნახეთ პერიოდი, როდესაც ეს დიქტატორები, დიქტატურული რეჟიმის შემქმნელები, წამების რეჟიმის შემქმნელები მიღებული იყვნენ სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციების კორიდორებში. ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუციების კორიდორებში ხედავდით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მსჯავრდებული იყო უკვე ამ დანაშაულებისთვის და მისი სხვა გარემოცვაც მიღებული იყო. უკრაინის ხელისუფლება იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების სისტემის შემქმნელებს და თან ცალი ხელით ძმობას და მეგობრობას ეფექცება ქართულ ხალხს. მე მინდა ყველას უთხრა, ეს დოკუმენტი არის ახლა შესაძლებლობა, რომ არის იმის შანსი, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნეს, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ეხლა არის მომენტი, რომელიც არის და ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს თუ რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდნენ მხარს, შეაფასონ და დაგმონ ნაციონალური მოძრაობის დიქტატორული რეჟიმი. პლენარულ სხდომამდე გასვლამდე ჩვენ უკვე მოვისმინეთ კონკრეტული პარტიების შეფასებები მოცემულ ანგარიშთან დაკავშირებით. მაგალითად, ასეთი არის ნაციონალური მოძრაობა, სადაც ამბობენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ვერ ექნება ვერანაირი შედეგი და ის არის კონკრეტული პირების წინააღმდეგ მიმართული. მსგავსი დამოკიდებულება არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებებში ფიგურირებენ. შესაბამისად, მათი პოზიცია ქართული ოცნებისთვის გასაკვირი არ არის. რაც შეეხება დასკვნას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარი ამ ანგარიში არის ის, რომ ამ დოკუმენტში მოცემულია ყველა ის ჩვენება, რასაც კონკრეტული დაზარალებული პირებისგან ისმენდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მოსახლეობა შესაბამისად ყველა ის საკითხი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გასავლელი პროცედურების შემდეგ იქნას აკრძალული. ამოცანა არის შური იძიოს პირადად პრეზიდენტ სააკაშვილზე და მის გუნდზე. ეს არის იმთავითვე ნათელი იყო ელოდებით, რომ ამ მიმართულებით გადაიტმება ნაბიჯები. პრეზიდენტ სააკაშვილი უკვე ციხეშია. ამოცანა არის ნაციონალური მოძრაობის გაუქმება, განადგურება ჩვენთვის და მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოების არაფერი ახალი არ არის. ამ დოკუმენტში სრულად არის გადმოცემული და მთლიანად არის ფაქტებზე, კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, კონკრეტული პირების
ჩვენებებზე და კონკრეტულად აღიარებული ფაქტების, ასე ვთქვათ, ანალიზზე დაყრდნობილი ყველა დასკვნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა. ეს იყო ადამიანების წამება, ეს იყო სიცოცხლის უკანონოდ აღკვეთა, ეს იყო ქონების წართმევა, ბიზნესის წართმევა, ეს იყო მედიაზე პირდაპირ შეტევა და მედია სტრუქტურების, ასე ვთქვათ, ხელში ჩაგდება, ეს იყო ადამიანის ფაქტობრივად ყველა ძირითადი უფლებების უხეში შელახვა. ეს იყო აგრეთვე ის პოლიტიკური საკითხები, რომელიც საქართველოსათვის ფაქტობრივად რუსული ოკუპაციის განხორციელების საშუალებას გახადა. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება, კანონმდებლების საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ელოდებათ, მთავარი დრო კი სწორედ დაეთმობა საბოლოო ანგარიშის განხილვას, რომელსაც თეა წულუკიანი წარმოადგენს. ეს იყო მარიამ კოპალეიშვილი, მადლობა მარიამ. სუსის ახალ უფროს მამუკა მდინარაძეს პარლამენტი ნდობას ხვალ გამოუცხადებს. დღევანდელ სესიაზე კი საკანონმდებლო ორგანო ანდრიო ხანაშვილის პოსტიდან გადადგომას მიიღებს ცნობად. ხვალ კი მამუკა მდინარაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარსდგება. საკითხს კანონმდებლები კენჭს უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელსა და მისი არჩევის პროცედურებზე პარლამენტის თავმჯდომარე ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა. როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება, აღსრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არანაირი, ასე ვთქვათ, მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის და ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანდრიო ხანაშვილის ხელმძღვანელობით საზოგადოება აკვირდებოდა, რომ ძალიან აქტიური იყო და რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელი ზუსტად, რა თქმა უნდა, ამას გააგრძელებს, იმ მნიშვნელოვანი იყო შერჩეული იყო ისეთი ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას, რეგიონს, სოფლიოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს, ამ ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებდა და შესაბამისად მთავრობა იცით რომ წარმოადგენს ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. ეს რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იქნება პარლამენტისთვის, ის ცოდნა გამოცდილება საპარლამენტო ცხოვრების მათ შორის, რომელიც მას აქვს, როგორც გუნდისთვის, ისე მთლიან პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა რა თქმა უნდა ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას აქვს, უსაფრთხოების მიმართულებით და რეგიონს, საჭირო იყო რომ აქ იყოს ადამიანი, რომელიც როგორც პროფესიული ცოდნით და კვალიფიკაციით, ისე მათ შორის პოლიტიკური ალღოთიც შეძლებდა ამ ტვირთის აწევას. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა გერმანიის ელჩის ვიდეო მიმართვა, რომელიც პიტერ ფეშერმა ილიონის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერა. მართველი გუნდის განცხადებით ელჩი განაგრძობს რადიკალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობას და მათ წახალისებას. ვიდეო მიმართვაში პეტერ ფიშერი საუბრობს ქართული ოცნების ნაბიჯებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე. ქართულ ოცნებაში დღეს გაიხსენეს ილიონის მოძრაობის წევრების ქმედებები, მათ შორის თავდასხმა მარიამ ლაშხზე მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ლიკა ალელიშვილი მუშაობს ამ თემაზე, მისგან უფრო მეც მოვისმენთ, ლიკა ეთერში ხარ. ილიონის სტუდენტურმა მოძრაობამ გავრცელა სწორედ გერმანიის ელჩის ვიდეო მიმართვა, რომელიც ამ მოძრაობისთვის ჩაწერა დიპლომატმა. ამ ვიდეო მიმართვაში პიტერ ფიშერი საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე და დღევანდელ ხელისუფლებაზე, საქართველოს მთავრობაზე. პიტერ ფიშერი ამტკიცებს, რომ ამ მთავრობის პირობებში დიპლომატის თქმით ბევრი რამ დგება რისკის ქვეშ და საფრთხის ქვეშ, მათ შორის პიტერ ფიშერი საუბრობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზეც. ფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე მიცის რა არის ევროკავშირი. ეს არის შესაძლებლობა შეუერთდნენ მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას ამ სივრცეში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ჩვენ არ გვინდა ეს. 2024 წლის დასაწყისიდან ვფიქრობ, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ თქვენი წევრობა გვინდა. ჩვენ გვინდა რომ უვიზო მიმოსვლა გქონდეთ. ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა გავაგრძელოთ.
როგორც ჩანს, გერმანიის ელჩმა შეხვედრაც გამართა ილიონის სტუდენტურ მოძრაობასთან. ამის შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში მან თავად განათავსა ფოტოები. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მართლ გუნდში თქვეს, რომ პიტერ ფიშერი ახალისებს ძალადობას, რადგან მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ როდესაც გერმანიის ელჩი, დიპლომატი ქვეყანაში ხელს ართმევს იმ ადამიანს, რომელიც დეჰუმანიზებას უწყობს ხელს, ამ ყველაფრის ხელშემწყობიც ხდება თავად დიპლომატი და პიტერ ფიშერს დღეს ქართული ოცნების წევრებმა მოუწოდეს ასევე ბოდიშის მოხდისკენ. მე გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან მრავალწლიანი ურთიერთობა, მათ შორის პროფესიული მაკავშირებს და ძალიან მწუხვარ, რომ დღეს ფორმალურად გერმანელ ხალხს საქართველოში წარმოადგენს ეს ადამიანი. ვერ ხვდება, მე მგონი, რა კულტურულ გარემოში იმყოფება, რა ქვეყანაში იმყოფება, ვინ მართ ქართველები, რა გვინდა ქართველებს და ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს შეხვედრა, რომელთაც ასე თავს იწონებს გერმანიის ელჩი და მათ შორის თავის სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს, Twitter-ზე იქნება, სხვაგან აქვეყნებს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ აი ეს ადამიანი, რომელთანაც ის გვერდზე დგას, რომელიც წარმოადგენს ამ დაჯგუფებას, ეს ადამიანი არის მაგალითი მომავალი თაობისა თუ მაგალითი სამოქალაქო აქტივისტი. ეს ის ადამიანი არის, რომლის ორგანიზაცია და პირადად რომელიც ჩართული იყო მათ შორის საჯაროდ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ მოიხსენიებენ არსებად და მონას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ამბობს, რომ თუ კი შენი ოპონენტი ან ის ვინც არ მოგწონს, ადამიანი არ არის, მაშინ ყველაფერი შეიძლება. მასზე ძალადობა შეიძლება, მასზე თავდასხმა შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, ვიდრე ის არის ადამიანი, ის არის ფაქტობრივად ნივთი. მონას ამიტომ იყენებენ ამ ტერმინს, რომ მონა არის უფლებება აყრილი ადამიანი. ფაქტობრივად არა ადამიანი თავისი ბუნებით, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. აი ამ ადამიანს ხელს ართმევს გერმანიის ელჩი, ადამიანს და ორგანიზაციას. არ შეიძლება ადამიანების დეჰუმანიზების ნორმალიზება, არ შეიძლება, ოდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამას აკეთებს და გერმანიის ელჩი ამას აკეთებს. ეს არის დაუშვებელი, აღმაშფოთებელი, მიუღებელი და ამაზრზენი. ილიონის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერილი გერმანიის ელჩის ვიდეო მიმართვა და ასევე დიპლომატის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ამ მოძრაობის წევრებთან თავად მხარეებმა გაავრცელეს. თქვენ უსმენდით ლიკა ალელიშვილს, მადლობა ლიკა. გიორგი გახარიამ გერმანიაში ბუნადრობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში თავად დაადასტურა. გახარიას ბინადრობის შესახებ პირველად ინფორმაცია კურიერმა გავრცელა, რომელსაც პარტიაში უარყოფდნენ. ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანა ბუჩუკური, რომელმაც რუსთავიორი გააკრიტიკა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. ახლა კი გერმანიაში ბინადრობის მიღება გიორგი გახარიამ თავად დაადასტურა. რას აცხადებენ გახარიას გუნდში და როგორია პოლიტიკური შეფასებები, ამას ანუკა ბუავა გვიყვება, ანუკა გისმენთ. როგორც აღნიშნეთ, კურიერმა პირველად გააჟღერა გიორგი გახარიას მხრიდან გერმანიაში ბინადრობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აქამდე ექს-პრემიერის პარტია ამ ინფორმაციას ერთის მხრივ ღიად არ ადასტურებდა და უფრო მეტიც ანა ბუჩუკურმა, როგორც აღნიშნეთ, სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა რუსთავიორი და მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, მათ შორის ბუჩუკური, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. თუმცა მას შემდეგ, რაც თავად გიორგი გახარიამ ერთ-ერთი მედიის მეშვეობით დაადასტურა ეს ინფორმაცია და თქვა, რომ მან მიიღო ბინადრობის უფლება, ამის შემდეგ მის პარტიაში ამბობენ და ამტკიცებენ იმას, რომ მათ არასდროს უარ უყვიათ ეს ინფორმაცია და შესაბამისად აქ ეს არ იყო ის პრობლემური საკითხი, რაც შეიძლებოდა გახარიას გუნდს დაემალა. დღეს ისინი ამბობენ იმასაც, რომ მათ ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომ რუსთავიორს ადანაშაულებდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ვინაიდან ისინი საუბრობდნენ იმაზე და ამტკიცებენ ახლაც იმას, რომ საუბარი იყო ანა ბუჩუკურის მოგზაურობაზე გერმანიაში და შესაბამისად ამბობენ იმას, რომ გახარიასთან დაკავშირებით ინფორმაცია ექს-პრემიერის გუნდს არ დაუმალავთ. ასევე ჩვენ ბუნებრივია ვკითხეთ, რა სახსრებით ცხოვრობს გიორგი გახარია ახლა ევროპაში, ვინაიდან ეს კითხვა დაისვა მათ შორის მმართველი გუნდის მხრიდან და თქვეს, რომ ეს ფინანსები გიორგი გახარიას ჰქონდა და აქვს იგივე ფინანსები, რა ფინანსებითაც ის ცხოვრობდა თბილისში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და არავისთვის არ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ განუმარტონ რა ტიპის ვიზა ექნება ამ შემთხვევაში ექს-პრემიერს.
ბინადრობასთან დაკავშირებით ახლა არავის ეს ინფორმაცია არ უარყვია და აქ ახალიც არაფერი არ არის რა არის გაუგებარი იმაში რომ ევროპაში ხანგრძლივად ყოფნას სჭირდება თავისი პროცედურები და ამ პროცედურებს ბუნებრივია გიორგი გახარია დაიცავს ახლა განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი არ არის ასე რომ კეთილი ინებოს რუსთავი ორმა და თავად მოიხადოს ბოდიში რატომ გაავრცელა დეზინფორმაცია და ტყუილი იმასთან დაკავშირებით თითქოს ანაბუჩუღური იმყოფებოდა გერმანიაში. როდესაც ის იყო თბილისში. არავის საქმე არ არის რა ტიპის ვიზა ექნება გიორგი გახარიას. რა ფინანსებით ცხოვრობს საქართველოში, იგივე ფინანსებით ცხოვრობს გერმანიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა გახარიასთან დაკავშირებით განმარტება ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ და როგორც ჩალვა პაპუაშვილი ამბობს, ახლა გახარია არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლის გაქცევის მიზეზი ქვეყნიდან გაუგებარი არის. როგორც ჩალვა პაპუაშვილმა თქვა, გიორგი გახარია გაექცა ერთის მხრივ თავის პარტიას, მეორეს მხრივ ამომრჩეველს, თუმცა ბუნდოვანია ის მიზეზები. თუმცა აქვე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ მას აქვს ერთი მიზანი, რომ ქვეყანა დააზიანოს. დღეს შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას წარსულში გაკეთებული სხვადასხვა ტიპის განცხადებაც გაახსენა. ის გახდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 24 წლის არჩევნების შედეგად, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, ვინაიდან მან მანდატი არ განახორციელა, რომელიც მის მამორჩეველად მისცეს. დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი. ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი უცხო ქვეყნის რეზიდენტისა, რომელიც გაექცა თავის პარტიას, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან სად გარბის, რატო გარბის, ვერავისთვის ვერ აუხსნია. ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ რეზიდენტობასთან თქვა, თუ გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და არ ვიცი იქ თუ აპირებს მონაწილეობას, ეს არ ვიცი. უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდე ყელყელაობს იქიდან რაღაცებს საუბრობს, აქ უნდა პროექტები განვახორციელო, არ ვიცი ხა იქ NGO-ს თუ აფუძნებს, არ ვიცი, ნუ ადამიანი უბრალოდ ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარა არის, რომელიც ჩვენ მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ 5 წუთში ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთ წარბი არ შეტოკებია და ძარღვი არ შეტოკებია. თქვა რომ გადადგომის წინ 2021 წელს რომ ის, ავიცი, არავინ ელჩისი არ შეხვედრია, შემდეგ რომ ნელ-ნელა კომისიამ შეახსენა სხვადასხვა მტკიცებულებები, თქვა რომ კი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ამით დადასტურდა რომ ის თავის დროზე გაიქცა მართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით. თავისი ყოფითი მატყუარობით ეხლა ცდილობს რომ რაღაცნაირად წარმოაჩინოს თითქოს ეხლა ის ზის რაღაცას სხვა ქვეყანაში და დიდ გეგმებს აწყობს. სინამდვილეში ხედავთ რომ რაღაც მერკანტილური საკითხებით სხვა უცხო ქვეყნის რეზიდენტობის და ბინადრობის მიღებით და ავიც ბინის ქირით ალბათ და ასეთ საკითხებით არის დაფინანსებული. თუმცა მთავარი კითხვა რომელიც მას უნდა დაუცოდოთ და ყველა მედიას მოგიწოდეთ განსაკუთრებით ვისაც მას კომუნიკაცია რა ფინანსებით ცხოვრობს ის საზღვარგარეთ ვინ აფინანსებს მისი ყოფნას გითხრას რომ დანაზოგი აქვს აბა საიდან აქვს ეს დანაზოგი ეგეც გითხრას გიორგი გახარიას მხრიდან ბინადრობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია კურიერმა გაავრცელა, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობდა აქამდე ექს-პრემიერის გუნდი. თავად გახარიამ გუშინ დაადასტურა მხოლოდ, რომ მან ნამდვილად მოიპოვა ევროპაში ბინადრობის უფლება. თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას, მადლობა ანუკა. გიორგი გახარიას შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გახარიას საქართველოში დაბრუნების ეშინია. ეშენია თან რის ეშენია მე არც ვიცი სამართლებრივად მე როგორც იურისტმა შემიძლია ვიმშოლო მას არ უწევდა წინასწარი პატიმრობა იმ ბრალიდან გამომდინარე იმ საქმიდან გამომდინარე რომელიც არის ახსული როგორც იურისტი ვამბობ ამას მაგრამ მაინც შეეშინდა ნუ არ ვიცი შეიძლება არა იურისტობას დააბრალოს შეეშინდა და გაიქცა ქვეყნიდან ნუ ასევე დაემალა იმ რთულ პროცესებს რომლებშიც არის შესული რადიკალური ოპოზიცია თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა დღეს საკუთარი კანდიდატიც ვერ დააყენა მისმა პარტიამ რეალურად ხაზარაძემ და გახარიამ დააყენეს კანდიდატად ლელოს ერთ-ერთი თანამშრომელი ხო ნუ საოცარი მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ამასაც გაერიდა ალბათ ბატონი გახარია რომელსაც გარიდება ზოგადად ჩვევია
დაყადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულები არიან. თუმცა ისინი დაკითხვას სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე აღძრული, რის გამოც ფონდებს და NGO-ებს ჯამში 12 იურიდიულ პირს საფინანსო ტრანზაქციების განხორციელება ეკრძალათ. თემაზე მუშაობს ქეთი ზანთარაია, ქეთი გისმენთ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს, ნაწილი კი ჯერ კიდევ ფიქრის რეჟიმში არის. 7 არასამთავრობო ორგანიზაციიდან ჩვენ ვესაუბრეთ ორ ხელმძღვანელს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის და ასევე სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს თამთა მიქელაძის განცხადებით, ჯერჯერობით მათ საბოლოო პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული, ვინაიდან ამბობს, რომ ოფიციალური დოკუმენტი პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით არ ჩაბარებიათ, ახლა ამ შეტყობინების მიღების მოლოდინში არიან და ამის შემდეგ უკვე ორგანიზაციაში ჩამოაყალიბებენ საბოლოო პოზიციას, მივლენ პროკურატურაში, თუ ისინიც მოითხოვენ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს ნინო დოლიძის განცხადებით. მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ გამოცხადება პროკურატურაში და წარსული გამოცდილების მსგავსად ადვოკატის თანხლებით გამოკითხვაზე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარსდგება. სასამართლოდან დამირეკავენ ალბათ და იქნებოდა და მე შესაბამისად გავაკეთებ კომენტარს, რომელსაც დამიკითხები სასამართლოში. მირჩევნია მოსამართლესთან, ჩემ ადვოკატთან ერთად არაფერი განსაკუთრებული წინაზეც ესე გავაკეთე, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით დაგვარეს. არ მასწავლა ჩვენთან შეტყობინება და რა შემოვა გადავწყვეტ. თქვენ შემთხვევაში გამოკითხვაზე დაბარების არც შეტყობინება არ მოგცვლია. როცა დაგვირეკავენ, მე გადავწყვეტ და ყველა გაიგებს. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი თავის არიდება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. სახელმწიფო გუნდის ლიდერები დღეს საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებდნენ დაფინანსებას და ეს ფულადი სახსრები ხმარდებოდა სწორედ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას. შეძენილი იქნა აღჭურვილობა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მათ შორის რესპირატორები, წიწაკის სპრეი, სხვა აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას, რომელიც ამყარებს წესრიგს. აი ამაში იხარჯებოდა მათ შორის ევროკავშირის ფული. და ეს აღიარა ისვედის ხელმძღვანელმა, რომელმაც თქვა, რომ მან იყიდა დიახ ეს რესპირატორები, მათ შორის ეს რესპირატორები გადასცა მის თანამშრომლებს, რომლებიც იყვნენ აქციის ჩვეულებრივი მონაწილეები. არა დამკვირვებელი, მონიტორი, ვიღაც უფლების დამცველი, არამედ იყო აქციის მონაწილე, როგორც მოქალაქე, ასე ვთქვათ, ადამიანის სუბიექტი და მას მისცა ეს აღჭურვილობა იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად გაეწია წინააღმდეგობა პოლიციისთვის. ერთ რამეს კიდევ ვიტყვი, ეხლა თითქოს ისეა, რომ კი მაგრამ ხა სადაც წყლის ჭავლი არის, იქ გაზი გავშვეს, აბა როგორ არ უნდა დაიცვას თავი? არა, არ უნდა დაიცვას, უნდა დაიშალოს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული არის მშვიდობიანი შეკრება. საქართველოს კონსტიტუციით დაცული არ არის ძალადობრივი შეკრება, თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა პარლამენტზე, პარლამენტის დაწვის მცდელობა. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ გვყავს. ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით, ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან, პოლიტიკურ პარტია არ ქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში ზუსტად მათი გავლით, ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას, თანხები იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადოების დაპირისპირებას, დახლეჩვის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს ყოველთვის მოყვება რეაგირება. დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ რაიმე მტკიცებულობით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზეც კეთდება და რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშები პროკურატურის გადაწყვეტილებით გასული კვირის ბოლოს დაღადაღდა. გამოძიება მიმდინარეობს საქმეზე, რომელიც ეხება საბოტაჟის მცდელობას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფულადი რესურსების მობილიზებას. მადლობა ქეთა. თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის განმარტებით ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. უყალამ ძალიან კარგად ვიცით, რომ NGO-ები იყვნენ პირდაპირ ჩართული ზოგადად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და შემდეგ აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამაც USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართული კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში ისინი იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა, ტარება, ბრალდება და სასჯელის სახით და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ორი პირი დააკავა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვისა და ტარების ფაქტებზე. ბრალდებულების ავტომობილებიდან ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნები. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტმა გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბელორუსის, ლიეტუვისა და ჩინეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დოკუმენტი განსაზღვრავს სამართლებრივ ჩარჩოს მხარეების თანამშრომლობისთვის, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. ევროპული ახალგაზრდული ბარათი. დედაქალაქის მერმა დღეს კიდევ ერთი ახალგაზრდული პროგრამის პრეზენტაცია გამართა. 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბარათი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას და 9 მილიონზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. უკვე შექმნილია ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლებების და მათი მიღების გზების შესახებ. მოგესალმებით, უდება რომ ჩვენი მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის მიმდინარე წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი ხდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს და 10 მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს. ბარათი მფლობელებს თავაზობს ათასობით ფასდაკლებას განათლების, მოგზაურობის, სპორტის და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე. ფასდაკლებების გარდა პროგრამა ახალგაზრდებისთვის შექმნის საგანმანათლებლო მოხალისეობრივ აქტივობებს და გაუხსნის კარს მრავალ ევროპულ შესაძლებლობაზე, როგორებიცაა მაგალითად ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები და სხვა. ბარათის გაცემის დღიდან ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ იმავე ფასდაკლებებს, რასაც სხვა ქვეყნებში ახალგაზრდული ბარათების მომხმარებლები ფლობენ. საქართველოს ბანკისთვის ეს არის უდიდესი პატივი. როცა ვფიქრობთ ბანკზე, ეს არის რაღაც დეპოზიტი და სესხი, მაგრამ ბევრს გვავიწყდება, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის რომ უზრუნველყოთ გადახდები, უზრუნველყოთ აი ეს სისტემები, რასაც ქვია ბარათებით გადახდა და ასე შემდეგ და ასობით მილიონი ლარი დადის უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ტექნოლოგიური ნაწილი ჩვენი ამის უზრუნველყოფის არის ჩვენი ასე ვთქვათ ის მხარე, რომელსაც ვაკეთებთ და ყოველთვის ახალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის ახალ-ახალი შეთავაზებები ეს არის ის, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გაგიმარტივოთ ცხოვრება.
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი ღია წერილი, სადაც საუბარია საქართველოსა და შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს არ აქვთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი. ქართულ ოცნებაში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მეგობრულ დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მზაობას გამოთქვამს გადაიტვირთოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ყურადღებას აქცევენ იმ სახელმწიფოებს, რომელ სახელმწიფოებშიც მიდის ქვეყნის სასიკეთო პროცესი და რომელსაც აქვს ფასეულობა მსოფლიო ცივილიზებული სახელმწიფოებისთვის. პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრებიან, რომ თურმე ამერიკას მართავს Deep State და Deep State-ის კარნახით მიმდინარეობს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სამწუხაროდ ძალიან დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. იმით, რომ აფინანსებდა დესტაბილიზაციას საქართველოში, იმით, რომ აფინანსებდა მოგონილ იდეოლოგიებს საქართველოში, იმით, რომ ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების გარედან შეცვლას წინა ადმინისტრაცია. ეს ყველაფერი ამხილა ახალმა ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ კი ამერიკელების ფული გამოიყენებოდა დესტაბილიზაციებისთვის სხვა ქვეყნისთვის, კი ამერიკელების ფული გამოიყენებოდა ყალბი იდეოლოგიის გასავრცელებლად და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა ფაქტობრივად ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ ასე ვთქვათ, ურთიერთობების დაბალი დონიდან გამოსავალი იქნას მოძიებული. ჩვენ შევთავაზებთ გზა, ეს გზა არის სტრატეგიული პარტნიორობის, ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რომელიც იქნება ცხადად გაწერილი ინტერესების ჩამონათვალი ამერიკელი ხალხის და ქართველი ხალხის და რომელსაც ორივე ქვეყანა და ორივე ქვეყნის ხელისუფლება პირნათლად შეასრულებს. ჩვენ ამას ვთავაზობთ და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავთ საპასუხო ნაბიჯებს, დღეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელშია. საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრა ემანუელ მაკრონთან ელისეის სასახლეში გაიმართა. ცერემონიის შემდეგ მხარეებმა პირისპირ საუბრეს. მთავარი თემა იყო თანამშრომლობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის. მაკრონმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შევიდა. IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი $25,000 ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. ამისთვის კი შესაბამისი ცნობა უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს IT ბინადრობის მოწმობის შემოღებას სამწლიანი ვადით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა ხელშეგვიწყობს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვაში, კიდევ უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილის შექმნაში და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდაში. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის მიერ იქნა გამოთვლილი, რომ აქამდე არსებული უცხოელი IT სპეციალისტები მათი შემოსავლის დაახლოებით 45%-ს ხარჯავს ჩვენ ქვეყანაში, რაც შემდგომი 5 წლიან პერსპექტივაში ნიშნავს დამატებით $30 მილიარდ მეტი დაიხარჯება საქართველოს ეკონომიკაში, სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, როდესაც საუბარია უცხოელი სამუშაო ძალის ქვეყანაში შემოსვლაზე, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ვარლამ ციკლაური სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მოქალაქეებს გეგმები გაცნო და თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხვადასხვა პროექტში და პროგრამაში. მოკლედ
იმყოფებოდით ცვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, შევხვდით მოსახლეობა, ძალიან თბილი, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა, გავეცანი მათ საჭიროებებს, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სოფლებში. დავპირდი, რომ მათი ჩართულობით და ერთობლივი მუშაობით უფრო მეტად განვავითარებთ ჩვენს ახალციხეს და ჩვენს მუნიციპალიტეტს. ჩვენ გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობის ყველა საჭირო პრობლემა ეფექტურად იყოს გადაჭრილი და მათ გვერდში დაუდგეთ. ჩვენს რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს და მზად ვართ, რომ ეს გამოწვევები ერთობლივად დავძლიოთ. 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი და მხატვარი მანანა მენაბდე. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. ის ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა. მანანა მენაბდე 1948 წელს მომღერლების დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. კარიერის დასაწყისში ორკესტრ რეროსთან თანამშრომლობდა. მისი მუსიკალური ნაწარმოებები პირველად აჟღერდა ლანა ღოღობერიძის ფილმში დღეს ღამე უთენებია, რომელმაც 1982 წელს კანისკის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ ჯგუფებთან შინ და ადიო. კურიერი 12 საათზე უკვე დასრულებულია, ჩვენ ეთერში 2 საათზე დავბრუნდებით, მანამდე კი ყველა ახალ ამბავს გაეცანით რუსთავი 2 წერტილიჯიზე.